ენერგოპროჯექტი გვაქვს, მაგრამ არაფერი საშიში პირიქით. ჩვენს სიფრთხილეზე არის საუბარი, უბრალოდ ეს არის ყოველწლიური კამპანია, რომელიც დაიწყო და სტარტი აიღო სახელწოდებით წელს არის იფრთხილე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხება და იმ აუცილებელ წესებს, რაც მოსახლეობამ და ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. ვიდრე საუბარს სტუმართან ერთად გავაგრძელებთ, კამპანიის ფარგლებში შექმნილ ერთ-ერთ ვიდეო რგოლს გაგიზიარებთ. ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, რადგან შესაძლოა ამით თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოთ. ახლა ვარ მდინარესთან, რომელზეც გადის ელექტროგადამცემი ხაზი. თუ თქვენ მოინდომებთ აქ თევზაობას ან ცურვას, იცით რა შეიძლება მოხდეს. მსგავს ადგილებში შესაძლოა დაგხვდეთ აი ასეთი აბრა, ან არ დაგხვდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში იფრთხილე. რა უნდა ვიცოდეთ ენერგო ინფრასტრუქტურის სიახლოვეს აღმოჩენისას. ზაფხულის სეზონში ვართ და უკვე მესამე წელია ენერგოპროჯექტია ამ სეზონზე აწარმოებს მსგავს კამპანიას, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში კი მომზადდა ჯამში 8 ვიდეო რგოლი, რომლებიც კომპანიის სოციალური ქსელით ვრცელდება. ერთი უკვე გაგიზიარეთ, დანარჩენ ვიდეოებსაც აუცილებლად გადაეყრებით. სოციალურ ქსელში მთელი ზაფხულის განმავლობაში კამპანიის სტატისტიკასა და წესების შესახებ კი ახლა უკვე დეტალებს ჩვენი გადაცემით გაგიზიარებთ, რაშიც დაგვეხმარება ავტოდვალიშვილი ენერგოპროჯექტის ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის გაყოფილების უფროსი, რომელიც უკვე ჩვენთან ერთად არის სტუდიაში. დილამშვიდობის ავთო. გამარჯობა. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მესამე წელია ავტომინის ამბავი. ფაქტია, რომ თქვენმა აღმასრულებელმა გუნდმა საჭიროდ ჩათვალა და ჩემი აზრით დამსახურებულადაც, რომ ამას ყოველწლიურად მიეცეს კამპანიური ხასიათი. მინდა მისი კიდევ ერთხელ დანიშნულება შევახსენოთ საზოგადოებას და თუ შეიძლება აი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც მენეჯმენტმა მიიღეთ, რომ ამას მიეცეს ყოველწლიური და თან კამპანიური ხასიათი. გიორგი, მე დავიწყებ ეს ვიდეო სწორედ, რომელიც ახლა ვნახეთ. მის გადასაღებად რომ მივედით, ეს ვიდეო არის გადაღებული მცხეთაში. იმ ადგილას, სადაც ეს ვიდეო უნდა გადავიღო, მივედით, პირველ რიგში რაც მე მომხვდა თვალში, იყო ის აბრა, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, რომ იქ კიდია ნამდვილად ის აბრა გამაფრთხილებელი, რომ აქ არ შეიძლება თევზაობა, მაგრამ დაახლოებით 4-5 კაცი დაგხვდა, რომელიც იქ თევზაობდა იმ ადგილზე. ეს ზუსტად გვერდზე აბრა და ზუსტად გვერდზე. და მაშინ მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ წელსაც გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ვისაუბროთ ამაზე და კიდევ ჩავწეროთ ვიდეოები და კიდევ ვიაროთ ტელევიზიებში თუ სხვა მედიებში, რომ კიდევ ბევრი აუხსნათ ხალხს. არ ვიცი, ჩვენ მეტი არ შეგვიძლია, ჩვენ არ ვართ პოლიცია, რომ ვიღაცან დავიჭიროთ, ან დავაჯარიმოთ, ან ასე შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ის, რომ აუხსნათ, რაც შეიძლება ბევრჯერ, რა შეიძლება მოყვეს ამას. კაცშიც ნახეთ, რომ იქ, სადაც სადენებია, მუდმივად არის სულ ანკესის ის ძუები, რომელიც შერჩენილია იმ სადენებს. იქ ალბათ ახლა ჯვარი წერია ყველას, ალბათ ვიღაცა გადარჩა იმ მომენტში, როცა ანკესის როლის დროს იქ მოხდა იმ სადენს და შერჩა ის ძუა. პირდაპირ არის, არ ჩამოვახსნევინე ჩვენ სანამშრომლებს, ზუსტად რომ კაცში მოხვედრილი იყო, ასახმელად ადვილი ყოფილიყო. აი კიდევ ერთხელ დავწუნდით, რომ წელსაც უნდა გვესაუბრა ამაზე კი არა და ალბათ ყოველ წელს უნდა ვისაუბროთ. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე დგება ეს, იმიტომ რომ იქ თევზაობა, ცურვა, სხვა პრობლემები უფრო ზაფხულში დგება და ამიტომ ვიწყებთ ხოლმე ზაფხულის სეზონზე ამაზე უფრო საუბარს. ამიტომ კიდევ ერთხელ დადგა ამის საჭიროება და ალბათ კიდევ ერთხელ, თუმცა წელს ვფიქრობდი მართალი გითხრათ, რომ ხომ აღარ იქნებოდა ზედმეტი, რომ ნუ რამდენჯერ შეიძლება ადამიანს ასწავლო და არ გითხრას, რომ ნუ აი რა შეგვჭამე, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა, იმიტომ რომ იმ მომენტმა დამარწმუნა, რომ ეს უნდა გავაგრძელოთ თითქმის ყოველ წელს. ავთო, ჩვენ ნახეთ ერთი ვიდეო, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა იხილა, ეს ეხება სათევზაო არეალს, ხო? მაგრამ რა სხვა ის 8 ვიდეო რგოლი ჯამში რაც გადაიღეთ ამ კამპანიის ფარგლებში. რა შინაარსის არის, ანუ რაზე არის უფრო მეტი აქცენტი გაკეთებული? და მაშინ პრობლემებიც სად უფრო მეტად იკვეთება? აი მაგალითად არაგაბარიტული ტვირთი არის საკმაოდ დიდი პრობლემა. არაგაბარიტული ტვირთის და ეს არის უფრო შენობების აშენება, ეს დეკლარაციების, ეს არის აი ნახეთ სად აშენებს ადამიანის სახლს. ეს არის რეალური კადრი. ზემოთ აქვს მაღალი ძაბვის, აი ზუსტად სახურავზე. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ეს როცა ენერგოპროჯექტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს
უკვე ამოყვანილი ყავდა სამწუხაროდ და შემდეგ უკვე რეაქცია მისცეს და ჩვენ ვაცნობთ ამ შემთხვევაში ასე რომ პოლიციას უნდა აცნობოდა, შემდეგ მიდის ყველა დეტალი უბრალოდ ხო, აი ეს ერთი ეს მშენებლობები და არაგაბარიტული ტვირთი, რომელიც არ ფიქრობენ იცით რაზე, აი როცა მისი ტვირთი არის ბიზნესის თუ უბრალოდ გლეხის შეიძლება ყანაში თივა დატვირთვა, მოაქვს ტრაქტორით ტვირთი დიახ და არ ფიქრობს იმაზე, რომ მან უნდა გაიაროს მის ზემოთ აუცილებლად შეხვდება ელექტროგადამცემი ხაზი სადღაც იქ თუ არა სხვაგან დიახ და ეს სწორედ აი ესეთ რაღაცებს ვასწავლით, უпростоრად კი არ ვასწავლეთ, ინფორმაციას ვაძლევთ, რომ იფრთხილონ ასეთ რაღაცეებზე. სტატისტიკა ახლა ამ წუთში მე ვერ გეტყვი სტატისტიკა არ მაქვს ამისი, თუმცა საკმაოდ კი არის შედეგი, ნამდვილად გაუმჯობესებულია, თუმცა არის შემთხვევები მაინც. მაგრამ ის რომ რასაც 3 წლის განმავლობაში აკეთებთ, ფაქტია რომ ამის შედეგს ხედავთ. შედეგი არის, ხო, ეხლა ამას არ ვიცი გიორგი, რამ ვიდეოებს ვერ დავაბრალებ, თლათ, იმიტომ რომ ენერგოპრო ჯორჯიაში მთელი დეპარტამენტი მუშაობს ამაზე, უსაფრთხოების დეპარტამენტი, როგორც შიდა კომპანიის უსაფრთხოებაზე და შრომის დაცვაზე, ასევე გარე უსაფრთხოებაზე, აქვთ კონტაქტი მაგალითად სამშენებლო კომპანიებთან, სკოლებთან, სადაც ბავშვებს უკრავთ აპლიკაციებს, რა ქვია, პლაკატებს, მათ გასაგებ ენაზე, მათ გასაგებ აღქმას შესაბამისობაში, აღქმის შესაბამისობაში და აი ესეთ ღონისძიებებს კი ნელ-ნელა აქვს შედეგი, თუმცა რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ შემთხვევები არის არა ლეტალური, მაგრამ არის ვთქვათ ისეთი შემთხვევები, რომ შეიძლება გადავრჩეთ ცუდ ამბავს, მაგრამ ან დაზიანება, ან დარღვევა და ასე შემდეგ. გარდა იმ აბრებისა, ხო, სადაც შეიძლება რომ შეიძლება ადამიანმა მაგალითად ვერ შეამჩნიოს. შეიძლება თავისთავად ისეთ ადგილას იქნება რომ მარტივად აღსაქმელი იყოს, მაგრამ იმ შემთხვევაში ვერ შეამჩნიოს. სახლის აშენება მე ხა კიდე გავიდა, კლიპი ცოტა დამცა. ნებართვაზეც არ არის მან საუბარი, აი ის ვინც მოიაზრა საერთოდ რომ მაღალი წინაშე რაღაცა უნდა იყოს. აქვე მაშინ აი ამას მეუბრუნდებით, აი ყველას ყავს ახლობელი და უცებ ერთ-ერთი ახლობელი მირეკავს რამდენიმე ხნის წინ და უკვე მასაც აშენებული აქვს და მე გაახსენდა რომ ის თავზე მაგალითად კი მის თავზე იმანაც იმის ქვეშაში იმას კი და იმდენად რომ სახურავი რომ უნდა ედგა უკვე იმაშვებოდა რა ქვია მიხვდებოდა რომ მიხვდა რომ შეეხებოდა კი და ну სასწრაფოდ ვავტეხე ერთი ამბავი ის არელოდა მე უბრალოდ დამირეკა რომ ხო არ იცი რა მითხრესო რომ შეიძლება რაღაცა პრობლემა შეგექმნასო და ну რა მოუწია მას მონგრევა სხვა მექანიზმი რაიმე არსებობს? უბრალოდ არსებობს, მაგრამ აი თქვენ როგორ კომუნიკაციაში ხართ აღსრულების მექანიზმებთან, ხო? ან საჯარიმო, ან ასე შემდეგ და სხვა გარდა იმისა, რომ ადამიანმა თავის მხრივ უნდა იფრთხილოს. ანუ ენერგოპროს თანამშრომლებს ერთადერთი რაც შეუძლია იმ წუთში თუ ეს განსაკუთრებული რთული შემთხვევაა, მაგალითად როგორც გითხარით აი სახლის შენებლობაზე უნდა აცნობო სამართალდამცველ ორგანოებს, რომ იმიტომ რომ იქ ახლა ენერგოპროს თანამშრომლები ინსპექცია ხო არ არის იქ დადგეს და 29 მეთვალყურეობა გაუწიოს ხომ ამიტომ იმისთან დაზღვეული არავინ არის რომ როცა წამოვლენ ჩვენი თანამშრომლები იქ ისევ გაგრძელდება შენებლობა ეს უნდა მოხდეს უკვე სხვა დონეზე და ამიტომ ჩვენები თანამშრომლობენ სამართალდამცველ ორგანოებში. ნერვა ვიდეორგოლი ენერგოპრო ჯორჯიას სოციალურ ქსელში Facebook გვერდზე და ალბათ ყველა დიახ საინფორმაციო არხით ტრიალებს და შესაბამისად ყველას ექნება წვდომა. კი, აქვს წვდომა ნამდვილად, იმიტომ რომ მე მომდის გამოხმაურება, როგორც პირად კონტაქტებით, ისე თვითონ სოციალურ ქსელში. თუმცა აი როგორი გამოხმაურებაც არის, იცით, აი მაგალითად კომენტარები არის ესეთი, რომ აი გლდანის ტბაზე სულ თევზაობთ და იქ არაფერი მომხდარა და რა სისულელეს ამბობთ, ანუ სავარაუდოდ იქაც არის ელექტროგადამცემი ხაზი და სულ თევზაობენ და არაფერი მომხდარა, ჯვარი წერიათ ნამდვილად კარგია, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ჩვენ შეძლებს დაგვარა მე რეკბენა რო იქნება გვიანი ყველას ჯვარი წერია და ხო აი მაშვებით რომ არის კიდევ ისეთი რომ არც იფიქრებს ადამიანი რომ შეიძლება ამაზე რატო უნდა მელაპარაკო მაგალითად ელექტროგადამცემი ხაზის ბოძზე ასვლა და იმ ვიდეოშიც ერთ-ერთი ჩავწერეთ ასეთი და ეს წამყვანი რო ამბობს რომ არ გეგონოთ რომ აქ ვინ შეიძლება ავიდეს კი ნამდვილად ასესტების ხდება და რა შეიძლება გამოიწვიოს იმ ბოძზე ასვლა ტრანსფორმატორში შესვლა უნებართოთ და ასე შემდეგ.
კარგი, ჩვენ ამ ვიდეოებთან დაკავშირებით ისე როგორც ავტოდვალიშვილთან და ენერგოპრო ჯორჯიას ჰოლდინგის გუნდთან ვიქნებით ჭიდრო კავშირზე, რომ მაქსიმალურად გაგებინოთ ყველაფერი, ჩვენ წვლილით შევიტანოთ ამ კამპანიის მთავარი გზავნილის პოპულარიზაციაში, რაშიც არ მინდა რომ მარტო დარჩეს ენერგოპრო ჯორჯია ჰოლდინგი, რომელიც ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს საქართველოში, როგორც ინვესტორს და ასევე აქტივის მფლობელს. მადლობა მათ, მადლობა მინდა უთხრა ავტოდვალიშვილს მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათ მიერ მომზადებულ ვიდეო რგოლებს კამპანიის ფარგლებში იფრთხილე იხილავთ ენერგოპრო ჯორჯია ჰოლდინგის სოციალურ ქსელში ყველგან და ჩვენ დღევანდელი საუბრის ვიდეო ჩანაწერსაც სულ რამდენიმე წუთში ნახავთ BFG-ს ვებგვერდზე.